გამარჯობა, ჩემი სახელია თინათინი და შენ მოხვდი კორეული ენის გაკვეთილზე. ჩვენ დღეიდან ვიწყებთ გრამატიკის შესწავლას და პირველი გაკვეთილის თემა იქნება თემის ნიშანი და ასევე ის თუ როგორ აღვნიშნოთ ამა თუ იმ არსებითი სახელის ვინაობა ან რაობა. კორეულ ენაში გვაქვს სუბიექტისა და თემის ნიშნები. ამათგან დღეს მხოლოდ თემის ნიშანს შევისწავლით. იგი გახლავთ ნ. იგი ემატება არსებით სახელს და მისი ორი სახიდან სასურველის არჩევა ხდება მოცემული არსებითი სახელის ფუძის მიხედვით. კერძოდ კი იქიდან გამომდინარე თანხმოვან ფუძიანია იგი, ანუ პაჩიმი აქვს ფუძეში თუ ხმოვნით სრულდება. თუ პაჩიმიანია, მაშინ ემატება ნ, ხოლო თუ უპაჩიმოა, მაშინ ემატება ნ. ეს ყოველივე განვიხილოთ მაგალითების საფუძველზე. პირველ სვეტში, როგორც ხედავთ, მოცემულია უპაჩიმო არსებითი სახელები. მაგალითად, ძოძია, საქართველო, ვისა, ექიმი, საკვა, ვაშლი, შიგე, საათი და ნამუ, ხე. თითოეულ მათგანს მიუხედავად იმისა, ვერტიკალური ხმოვანი აქვს პაჩიმში, ორმაგი, რბილი თუ ჰორიზონტალური, პირდაპირ ემატებათ ნ და იკითხებიან როგორც ძოძიანნ, ვისანნ, საკვანნ, შიგენნ, ნამუნნ. ახლა რაც შეეხება მესამე თანხმოვნის შემცველ ფუძეებს. ანუ მეორე სვეტში მოცემულ სიტყვებს. აქ ერთ საინტერესო შემთხვევასთან გვაქვს საქმე. როგორც წესი კორეულ ენაში სიტყვათა უღლებისა თუ ბრუნების დროს გვაქვს ხოლმე ისეთივე ორი არჩევანი, როგორიც გააჩნია თემის ნაწილაკს. ყოველთვის ასე არ ხდება, მაგრამ დაბოლოებებს გააჩნიათ ორი სახე და ამ ორიდან ერთი იწყება თანხმოვნით და ემატება ხმოვნიან ფუძეს, როგორც ამ შემთხვევაში ნ, ხოლო მეორე იწყება ხმოვნით და ემატება პაჩიმიან ფუძეს, როგორც ნ. თითოეული ეს ხმოვნით დაწყებული, ანუ ნის მსგავსი დაბოლოება, ისე ეთვისება სიტყვას, რომ ისინი ასე ვთქვათ იპარავენ ფუძის ბოლო თანხმოვანს და მას წაკითხვის დროს აჟღერებენ როგორც თავიანთ პირველ თანხმოვანს. ანუ ეს რას ნიშნავს? ჩვენ მესამე თანხმოვნის ვიდეოდან ვიცით, რომ მარცხვის ამ პოზიციაზე მდგარი თანხმოვნები იცვლიან თავიანთ ჟღერადობას და გამოითქმიან ყრუდ, თითქოს ყელში ბრუნდებიან. მაგრამ როდესაც ასეთი დაბოლოების მქონე სიტყვებს მოსდევთ ხმოვნით დაწყებული დაბოლოებები, მესამე თანხმოვნები იკითხებიან ისე, როგორც ამ დაბოლოებათა საწყისები. ამ ყოველივეს ეწოდება გადაგრძელებული ბგერა და გახლავთ კითხვის ერთ-ერთი წესი. ანუ მაგალითად, როდესაც ჰანგუქს დავუმატებთ ნს. ეს გ კი არ ჩაიყლაპება ისე, როგორც პაჩიმს ჩვევია ხოლმე. არამედ წაიკითხება ისე, თითქოს ეწეროს ჰანგუგნ. ზუსტად იგივე მოუვათ დანარჩენ სიტყვებსაც. მაგალითად, როდესაც იფსულს დავუმატებთ ნს, ეს ლ წაიკითხება როგორც ნის პირველი თანხმოვანი. შესაბამისად, იგი იქნება არა ლ, არამედ р და გამოვა იფსურნ, ლამიონნ. რაც შეეხება სიტყვას კოდ. კოდ ნიშნავს ყვავილს. ჩვეულებრივად, როდესაც შევწერია პაჩიმში, იგი იკითხება როგორც ը. მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგან მას მოსდევს ნ, იგი წაიკითხება არა როგორც კოდნ, არამედ როგორც კოჩნ. და ბოლოს, რაც შეეხება ორმაგი პაჩიმის მქონე ფუძეებს. პირველი თანხმოვანი, ანუ ამ შემთხვევაში ბ, რჩება პაჩიმად, ხოლო მეორე, ანუ ს, გადაგრძელდება როგორც ნის პირველი თანხმოვანი, ანუ ამ სიტყვას წავიკითხავთ როგორც ქაფსნ. ეს რაც შეეხებოდა თემის ნიშანს. ახლა გადავიდეთ გაკვეთილის მეორე ნაწილზე, თუმცა მანამდე შეგახსენებთ, რომ თუ მოგწონთ ეს ვიდეო, მაშინ დაალაიქოთ იგი და გამოიწეროთ არხი, რათა მომცეთ სტიმული, რომ გავაგრძელო ვიდეოების ჩაწერა ამ ძალიან საინტერესო ენის შესახებ. ახლა რომ დავუბრუნდეთ ჩვენი გაკვეთილის თემას. ეს გახლავთ ის თუ როგორ ვთქვათ ამა თუ იმ არსებითი სახელის ვინაობა ან რაობა. ამაში გვეხმარება ვინაობა რაობის მნიშვნელობის მქონე დაბოლოება იეო, იეო. იეო ემატება პაჩიმიანებს, ხოლო იეო ემატებათ უპაჩიმოებს. და რაც შეეხება გადაგრძელებულ ბგერას, აქაც რასაკვირველია ჩვეულებრივ მოქმედებს იგი. განვიხილოთ ქვემოთ მოცემული წინადადებები და ისე ავხსნათ იეო, იეო. პირველი წინადადება გახლავთ შემდეგი: ჩონნ, თინათინიეო. ჩო არის მე. მას დამატებული აქვს თემის ნიშანი და ვინაიდან ჩო არის უპაჩიმო, ემატება ნ. ჩონნ ერთიანად ითარგმნება ჩვეულებრივ როგორც მე. უბრალოდ ნ ხაზს უსვამს, რომ საუბარი მიმდინარეობს ჩემზე. თინათინ არის ჩემი სახელი ჩვეულებრივ.
და რადგან იგი მთავრდება პაჩიმით, ანუ ნ-ით, დამატებული აქვს იეო. ანუ ჩონ은 თინათინიეო. ნიშნავს მე თინათინი ვარ. მეორე წინადადება. ჩონ은 의사예요. 의사 არის უპაჩიმო, შესაბამისად ემატება იეო. ეს წინადადება ითარგმნება როგორც მე ექიმი ვარ. რისი აღნიშვნას წეღან დამავიწყდა არის ის, რომ იეო და იეო ჩვეულებრივად ეწებებიან სიტყვას, ანუ არანაირი გამოტოვებული ადგილია მათსა და იმ არსებით სახელს შორის, რომელსაც ემატებიან. შემდეგი წინადადება არის ჯოჯია სარამიეო. ჯოჯია, როგორც წეღან ნახეთ, არის საქართველო, ხოლო სარამ ნიშნავს ადამიანს. სიტყვით რომ გადავთარგმნოთ, იქნება საქართველოს ადამიანი ვარ. თუმცა ასე უხეშად ხომ არ გადავთარგმნით, არა, შესაბამისად ქართველი ვარ, ამერიკელი ვარ და ასე შემდეგ, ასე გადაითარგმნება. აქ გასააზრებელია კიდევ ერთი მომენტი. ვინაიდან წინა ორ წინადადებაში უკვე განსაზღვრული მქონდა საუბრის თემად ჩემი თავი, მესამე წინადადებას უკვე ჩონын, ანუ მე აღარ წაუმძღვარე და პირდაპირ თქვი ჯოჯია სარამიეო. კორეულში ქართულისგან განსხვავებით მხოლოდ ზმნით ვერ გავიგებ თუ ვისი ან რაზე მიმდინარეობს საუბარი. თუმცა თუ კი საუბრის დასაწყისში თემას განვსაზღვრავთ, მაშინ უკვე მომდევნო წინადადებებში, რომლებიც ისევ ამავე თემას ეხება, აღარ არის საჭირო იმ არსებითი სახელის გამეორება, ვისზეც ან რაზეც ვსაუბრობთ. აი ამ შემთხვევაშიც მაგალითად, როდესაც ექიმი ვარ თქვით, შეგვეძლო რომ ჩონან გამოგვეტოვებინა, რადგან აქ უკვე აღნიშნული მქონდა რომ ჩემზე იყო საუბარი და პირდაპირ ისაეო შემეძლო რომ მეთქვა. რაც შეეხება ბოლო წინადადებას, ანუ იგი წაიკითხება შემდეგნაირად იგოსն, ესე იგი ს წამოვა და ნის პირველ თანხმოვნად ჩაჯდება, კოჩიეო, ჩ წამოვა და ის პირველ თანხმოვნად ჩაჯდება. იგი ითარგმნება როგორც ეს, იგო ნიშნავს ეს, ყვავილია. მეოთხე წინადადება უკვე თითქოს ქართულს ემსგავსება, როგორც აქ ვაწებებთ პირდაპირ ას, ყვავილი ა და არ ვამბობთ ყვავილი არის, ასე გაშლილი ფორმით. ზუსტად ასევე ეწებება იეო და იეო მოცემულ სიტყვებს. ასე მოვადექით დღევანდელი გაკვეთილის სიტყვებს. დღეს გადავწყვიტე, რომ ქვეყნების სახელები და ასევე პროფესიების დასახელებები მესწავლებინა თქვენთვის. იქიდან გამომდინარე, რომ წინა გვერდზე არსებულ წინადადებებში შეგიძლიათ ჩასვათ ეს სიტყვები და ასე უფრო კარგად გაივარჯიშოთ. ესე იგი, მიგუ შეერთებული შტატები, იონგუ ბრიტანეთი, სპეინ ესპანეთი, ფრანკს საფრანგეთი და აქ მიაქციეთ ყურადღება ერთს. ფრანკს გამოთქმის დროს მთავრდება თითქოს ს-ი და შეიძლება იფიქროთ, რომ ын დაემატება ამ სიტყვას. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ სინამდვილეში მას ბოლო ასობგერად აქვს ы, რომელიც ჩვეულებრივ არის ხმოვანი. შესაბამისად, მას დაემატება არა ын, არამედ ნ და იქნება ფრანკსნ. მომდევნო სიტყვა არის კენადა, კანადა, ილბონ, იაპონია და ჯუნგუკ, ჩინეთი. რაც შეეხება პროფესიათა დასახელებებს, გვაქვს სონსენგნი, მასწავლებელი, ჰაქსენგ, მოსწავლე. მოსწავლე არ არის პროფესია, მაგრამ მასწავლებელს რაღაცნაირად მოსდევს ხოლმე მოსწავლე. შესაბამისად, ჰაქსენგ მოსწავლე, იორისა მზარეული, გიონჩალ პოლიციელი, ქასუ მომღერალი, ხვაგა მხატვარი და ქუნინ ჯარისკაცი. ასე ამოეწურა ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი. არ დაგავიწყდეთ რომ მოიწონოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი არხი და გააქტიუროთ ზარისხილაკი, რათა არ გამოტოვოთ მომდევნო ძალიან საინტერესო ვიდეო გაკვეთილები. მომავალ შეხვედრამდე, fighting!